ოქტომბრისთვის ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კალენდრის თანახმად საოლქო საარჩევნო კომისიებმა ხელმძღვანელები და წევრები აირჩიეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე სამუშაოების პარალელურად დეზინფორმაციულ კამპანიაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ანუკი ჩხიკვაძეა პირდაპირ ეთერში. ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად ემზადება იმისათვის, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩაატაროს. ამისთვის კი CESCO-ს დაწყებული აქვს თანამშრომლების გადამზადების პროცესი და საინფორმაციო კამპანია. სულ ჯამში ამ მონაცემებით 14 პოლიტიკური გაერთიანება არის CESCO-ში რეგისტრირებული, ანუ ისინი, ვინც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და ამ პოლიტიკურ გაერთიანებებს ბოლო ვადა აქვთ 4 სექტემბრამდე იმისათვის, რომ წარმოადგინონ საკუთარი მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები. დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ 6 სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, ანუ ჯამში სულ 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია არის რეგისტრირებული. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიამ აირჩია 10,000-ობით ხელმძღვანელი პირები და კომისიის წევრები, რომელთა გადამზადების ეტაპით ძალიან მალე დაიწყება, მას შემდგომ რაც დასრულდება პარტიების მიერ ასევე შესაბამის კომისიებში წევრების დანიშვნა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლება და მათი შესაძლებლობების განვითარებით ჩვენ უზრუნველყოფთ სათანადო სერვისების განხორციელებას კენჭისყრის დღეს. საარჩევნო კომისიების დონეზე უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით დროებითი წევრების არჩევა განხორციელდა, ისევე როგორც უფლებამოსილმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს წევრების დანიშვნა, მათ ასევე ისარგებლეს ამ შესაძლებლობით. ეს გახლავთ გახარია საქართველოსთვის და პოლიტიკური გაერთიანება ლელო. 14 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში 17-დან, რომლებმაც მომართვა განახორციელეს, მაგრამ სამწუხაროდ 3 პარტიამ ვერ გაიარა რეგისტრაცია. 4 სექტემბერი გახლავთ ბოლოა და როდესაც პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ წარადგინონ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, ისევე როგორც პარტიული სიები. ისევე როგორც გასული 4 ოქტომბრის არჩევნებიც ელექტრონული მეთოდით ჩატარდება, რისი გამოცდილებაც უკვე CESCO-საც და ამომრჩეველსაც აქვს, თუმცა ამის მიუხედავად CESCO აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს ამომრჩეველს და ამისთვის უკვე დაწყებულია საინფორმაციო კამპანია. ამის პარალელურად კი ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა манипуляციურ განცხადებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, რაც როგორც CESCO-ში განაცხადეს, მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება. პროცესში გამოყენებული იქნება ის ტექნოლოგიური პროგრესული საშუალებები, რომელიც ჩვენ გასული წლის არჩევნებზე გამოვიყენეთ. ეს არის ვერიფიკაციის აპარატები, ეს არის ხმისმცვლელი აპარატები და მესამე კომპონენტი ეს არის შედეგების გადაცემა პირდაპირ პლანშეტების მეშვეობით საარჩევნო უბნებიდან ცენტრალურ სერვერზე, რომელიც მაქსიმალურად აჩქარებს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დროს. ჩვენ განვახორციელებთ აქტიურ საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიებს, რომელიც ვიდეო რგოლებისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების განთავსებით იქნება უზრუნველყოფილი. ღიად და გამჭვირვალედ ვახორციელებთ ყველა საქმიანობას, გამოვირჩევით მაღალი ანგარიშვალდებულებით საზოგადოების წინაშე. პარალელურად ასევე ხედავთ იმას, რომ სხვადასხვა ჩართული მხარეები კვლავინდებურად აქტიურად ცდილობდნენ ინსტიტუციის დისკრედიტაციას და აი ამ გამჭვირვალე საქმიანობის გარკვეულწილად რაღაცნაირად გადაფარვას. ჩვენ ნახეთ გასული დღეების განმავლობაში ძალიან პრიმიტიული საკითხებით манипуლირების მცდელობები. ჩვენი გამჭვირვალე და ღია საქმიანობით, ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებით ოპერატიულად უზრუნველყოფთ იმას, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია. დღეს CESCO-მ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები აირჩია, ჯამში სულ 9,153 ხელმძღვანელი პირი და 15,255 წევრი არჩეული. სამუშაო გამოცდილება, პასუხისმგებლობა და დისციპლინა ეს იყო ის ინდიკატორები, რის საფუძველზეც მოხდა როგორც ხელმძღვანელი პირების, ასევე კომისიის წევრების შერჩევა. ჯამში შემოსული იყო ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების სახით 564 განცხადება. აქედან არჩეული იქნა 70 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გამომდინარე იქიდან, რომ ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში შედის 70 საარჩევნო უბანი, ასევე არჩეული იქნა 70 საარჩევნო უბნის მოადგილე და 70 საუბნო საარჩევნო კომისიის დივანი. თითოეულ უბანზე არჩეული იქნა 5 კომისიის წევრი. დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები ჩატარდება ძალიან
მაღალი სტანდარტით, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა აპლიკანტი, განცხადებული შემომტანი გახლავთ კვალიფიციური კომისიის წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიამ აირჩია 222 ხელმძღვანელი პირი და 364 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. ჯამში კი დაკომპლექტდა 64 საარჩევნო უბანი. არჩეული პირები 4 ოქტომბრის მუნიციპალური ორგანოთა არჩევნებისთვის გაივლიან შესაბამის ტრენინგებს, რაც გულისხმობს არჩევნო საკითხებისა და ტექნოლოგიების შესახებ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ამ კუთხით. საარჩევნო ადმინისტრაცია საკმაოდ აქტიურად ემზადება კომპლექსური არჩევნებისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისია მაქსიმალურად მუშაობს იმისათვის, რომ ამომრჩევლს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და 4 ოქტომბრის არჩევნები ჩაატაროს მაღალი სტანდარტის დაცვით. მადლობა, ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.